ხონის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან. ამის შესახებ ხონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სტიქიური პროცესების პრევენციის ფარგლებში, მაღალმთიან სოფლებში, კინჩხაში, გორცსა და ძეძილეთში არსებული ეროზიული მცირე მეწყრული უბნები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მოადგილე გერასიმე ჟავანაძესთან და წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან. მონიტორინგი მნიშვნელოვანი ეტაპია სტიქიური რისკების მართვის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურის დაცვას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განაცხადა ლადო ჯურხაძემ. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად გამოეყოფა თანხები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, რაც საშუალებას იძლევა მაღალი რისკის ზონებში განხორციელდეს საინჟინრო გამაგრებითი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნათქვამია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქუთაისში საკრებულოს რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა სხდომის დასაწყისში პატრიარქისადმი პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარეხი ნიჟარაძემ ყურადღება გაამახვილა მძიმე დღეებში ერთად დგომის მნიშვნელობაზე და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები გააკრიტიკა. როგორი ერთმანეთს ერთმანეთის მიმართებით განწყობილი 10 საათობით რიგში დგომი ადამიანები როგორ ათის მიაგებდნენ ჩვენს მცირეს და უნიტარეს. ამავე დროს არ შემიძლია არ თქვა წუხილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ვითომ ათეულობით ადამიანი მოყოლავდა და ძალიან კარგია რომ ათეული იყო, მაგრამ მე მენანება ნამდვილად ის ადამიანებით, ვინც ვითომ უწყვეტი პროტესტი გააგრძელეს რუსთაველზე და ჩვენს ქალაქში ჩვენი პატრიარქის გვერდის წინ. მე მაინტერესებს ამ ადამიანებს საერთოდ მათი გარიფაჭროვნება, როგორ წაართეს ქართველობა ასე, როგორ წაართეს ტრადიცია და სარწმუნოება ხალხო ასე. სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 11 საკითხი დაამტკიცეს დეპუტატებმა. 16,177,000 ლარით გაიზარდა ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი. მეორე ცვლილება განხორციელდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილების შედეგად ბიუჯეტი ჯამში გაიზარდა 16,177,000 ლარით. ძირითადად ცვლილება შეეხო შემდეგ პროგრამებს. ეს პროგრამები არის საგზაო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია, ეს რაგბის აკადემიამდე. აგრეთვე იმავე ქუჩაზე დაგეგმილია 200,000 ლარი დაგეგმილი არის რაგბის აკადემიის შენობის რეაბილიტაციის მიზნით. აგრეთვე 5 მილიონი ლარი არის გამოყოფილი დამატებით ლიფტების შენაცვლების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს დღეებში წინადადების მიღებაც სრულდება. რეკრეაციის ზონის განვითარების მიზნით 3 მილიონით არის გაზრდილი შესაბამისი პროგრამა. აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილი არის ახალგაზრდობის გამზირზე მწვანე ზოლის რეაბილიტაცია. აგრეთვე ეს იყო ჯამში, რაც გითხარით 16,177,000 ლარით გაიზარდა ჯამში ბიუჯეტი და მეორე ცვლილების შედეგად საბოლოო პარამეტრი განისაზღვრა 285,787,000 ლარის ოდენობით. ძეგლები ახსენეთ, კიდე ბატონო დავითხოვს. ეგენი სამი ძეგლი, ვის ძეგლები განთავსდება ქუთაისში? დაგასწრებით დაგეგმილი არის სამი ძეგლის რეაბილიტაცია, ჯამში 660,000 ლარის ოდენობით განისაზღვრა შესაბამისი ბიუჯეტი, დაგეგმილი არის ზვიად გამსახურდიას, არსენი ყალთოველის და გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის რეაბილიტაცია. ზვიად გამსახურდიას განთავსდება თუ არის ზვიად გამსახურდიას ძეგლის განთავსებაზე პროექტი ახლა დგება. უფრო დეტალური ინფორმაცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტი გვექნება. შესაბამის სამსახური მუშაობს პროექტს. შესაბამის სამსახური ახორციელებს პროექტს. კიდევ ერთი ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამა ახსენეთ. ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გამოგვიყო დამატებით 1,324,800 ლარი მთავრობის განკარგულების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქუთაისში შაშანდელი პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა ძაღლსაშენი, დაემატა ვოლიერები, დაემატა საოპერაციო სივრცეები,
და აღნიშნული თანხის ფარგლებში 1,064,000 ლარის ფარგლებში რაც წელს გამოიყო მთელი იმერეთის მასშტაბით შესაბამისი მსახურები უზრუნველყოფენ უპატრონო ძაღლების აყვანას და განთავსებას დროებით ქუთაისში არსებულ თავშესაფარში. ცნობები შევიდა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს გადახურვის პროექტირების ხარჯებს მერია დაუფინანსებს. ასევე ცვლილება შევიდა ლიფტების პროგრამაში. წელს პროგრამისათვის 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გამოცხადებულია უკვე ტენდერით სამუშაოების ჩასატარებლად. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ლიფტების სრული ჩანაცვლება ახლით 71 სადარბაზოშია დაგეგმილი. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ხარდაჭერის პროგრამას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ყოველწლიურად. მიმდინარე მდგომარეობით ამ პროგრამაში ჩვენ ვცვლით ორ მიმართულებაში პროცედურას. ერთი ეს არის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რეაბილიტაცია, სადაც ნაცვლად ფინანსური კონტრიბუციისა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს მოეთხოვება საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა. რაც არსებითად მათ ფინანსურ ხარჯს არ უზრდის, უბრალოდ უზრდის პასუხისმგებლობას და ჩართულობას პროცესში, რომ თვითონ იზრუნონ იმ საჭიროებების ჩამოყალიბებაზე, რაც მათ საკუთრებაში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჭირდება, რომ ჩამოყალიბონ ეს, იყიდონ ამასთან დაკავშირებით პროექტი და ამის ექსპერტიზის ხარჯებს და კაპიტალური სამუშაოების ხარჯებს ჩვენ დავაფინანსებთ სრულად. ფინანსური კონტრიბუცია მათი მხრიდან ამით არ იზრდება, პირიქით მცირდება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და ძველი ლიფტების რეაბილიტაციის ნაცვლად გასული წლიდან ვაყენებთ ახალ ლიფტებს ძველ შახტებში და ამ პროგრამამ გამოიწვია დიდი ინტერესი, მომართვიანობა არის ძალიან მაღალი და ჭირდება გარკვეული მენეჯმენტი, რომ ნაკადი იყოს სწორად მართული. ამიტომ 2013 წლიდან 25 წლამდე რაც რეაბილიტაცია ჩავატარეთ ამ ლიფტების მიმართულებით კაპიტალური სამუშაოები გავაკეთეთ 2028 წლამდე მათი მომართვიანობა ამით შეიზღუდება, რათა დაეთმოს ყურადღება იმ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს, რომელსაც ჩვენი პროგრამით არ უსარგებლეთ საერთოდ. და წლევანდელი წლის ბიუჯეტი რა არის ლიფტების ცვლილებასთან დაკავშირებით? 6 მილიონ ლარზე მეტი იქნება წელს დახარჯული ამ მიმართულებით. და ბატონო ნიშნავთ თქვენ ახსენეთ, რომ ვინც სადაც რეაბილიტაცია ჩაატარეთ, მათ აღარ ექნებათ მომართვის შესაძლებლობა. ამას არ ვამბობ. ჩვენ ვაცხადებთ 2 წლიან ფაქტობრივად შეზღუდვას იმისთვის, რომ არ დაუბრუნდეთ, ანუ ლიფტების ნაწილი ხო უკვე დაიხარჯა ფინანსები, რომ შეკეთებულიყო. ეხლა ამ ლიფტების შეცვლა არის ჯერ ხარჯების დუბლირება და მერე უყურადღებოდ რჩება ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობები, რომელსაც პროგრამა საერთოდ არ უსარგებლია. ამიტომ გარკვეული სამართლიანობის პრინციპიც არის ამით დაცული და 2 წლის შემდეგ შეიძლება. შეიძლება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებამ ფაქტობრივად მართავენ თქვა რეაბილიტაციის შემდეგ არ იყო ეს საკმარისი. ნახეთ, რეაბილიტაციის დროს სრულად არ იცვლება ლიფტი. ამჯერად სრული შეწყობა. ხო, ახალი პროგრამის მიხედვით ჩვენ ფაქტობრივად ძველი შახტი რჩება, მხოლოდ ლიფტი არის მთლიანად ახალი. და სურვილი რა თქმა უნდა ყველას აქვს, რომ ახალი ლიფტი იყოს. და მაინც პრიორიტეტები როგორ განისაზღვრება? შეფასების მიხედვით, სადაც მომართვიანობის რიგითობის და კრიტიკული საჭიროების მიხედვით, სადაც არის. საკრებულომ ასევე დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ნომერ 1 საჯარო სკოლას კლასიკური გიმნაზიის სახელი დაუბრუნდეს, ხოლო ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლას გალაქტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭოს. ქვეყნის და სოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური სკოლა და ჩვენი საკრებულო ამის შემოქმედი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საამაყოა დიდ ორგანიზმის. დღევანდელ სხდომაზე ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ქუთაისის პატვიგებისა და სახელმწიფოს მუდმივი კომისიის რეკომენდაციას მე-6 საჯარო სკოლისათვის გალაქტიონ ტაბიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით 80-იან წლებში ამ სკოლას ეგ სახელი ერქვა, შემდეგ რეფორმების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიულად გადაკეთებისათვის უკვე ამ წლებიდან აღარ ეწოდებოდა სკოლას გალაქტიონ ტაბიძის სახელი და დღეს ჩაითვალა საჭიროდ, რომ გამოსულიყო საკითხი მე-6 საჯარო სკოლისათვის გალაქტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების თაობაზე, რომლის ინიციატორი იყო მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგიური და სამეურვეო საბჭო. საკრებულომ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და მიიღო წინადადება, რომ დღევანდელი განკარგულების პროექტი გაეგზავნოს ისევ მე-6 საჯარო სკოლას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. ანალოგიური და მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ დღეს განხილული იქნა საკითხი პირველი საჯარო სკოლისათვის კლასიკური გიმნაზიის სახელწოდების დაბრუნების თაობაზე. სკოლა იღებს სათავეს 1930-იან წლებში, 50-იან წლებში ის გადაკეთდა გიმნაზიად, 70-იან წლებიდან კი კლასიკურ გიმნაზიად.
შემდეგ ისევ საჯარო სამართლის იურიდიული პირად სკოლის ჩამოყალიბების დროს სკოლა აღარ ეწოდებოდა კლასიკური გიმნაზია. შემოვიდა წინადადები პირველი საჯარო სკოლის პედაგოგიური სამეურვეო საბჭო პატრიარქების კომისიაზე, რომელიც განიხილა ეს საკითხი და დღეს თხოვა საკრებულოს განკარგულების პროექტის მიღება, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა ქალაქის საზოგადოების სახელით პირველ საჯარო სკოლას კლასიკური ისტორიული სახელის პირველი კლასიკური გიმნაზიის სახელის დაბრუნებას და წარმატებას უსურვებს მისი თითქმის 200 წლოვანი არსებობის პირობებში ახალგაზრდობის განვითარების საქმეში უფრო მეტი წარმატებები მიაღწიათ. ეს არის უზომოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო კლასიკური გიმნაზიის კუთქვეშ, რომელიც არაერთმა სახელოვანმა მამულიშვილმა დაასრულა. ეს დიდი პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს სკოლის თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ თანამშრომელს და ორმაგად ზრდის ჩვენ мотивაციას და ჯერა რომ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ხელშეუწყობს სწავლას-სწავლების მაღალ ხარისხში ასვლას. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება ასევე შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში. 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი შესრულდა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი აღევლინა. დღესვე ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო. 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების ასეთი ავტოკეფალია დაკარგული ეკლესია და დაობლებული განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის. რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით? ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის, შემდეგ კი აღდგენისთვის. იმიტომ რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში ადგილობრივი ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამწყსოს სულიერ განათლებაზე. ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის. დიდი მოწიწებით და მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეჰუებიან ისინი ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიკროავტობუსით მგზავრობისას 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 200 გრამამდე მეტადონი და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიებას იწყეს სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.